ეხლა იტყვით მეგობრებო, ეს კაცი საერთოდ შეიშალა. ზუთხის ჩაქაფულს ვაკეთებ. ისეთი გემრიელია, მეც რომ პირველად გავსინჯე, ძალიან მომეწონა. პირველ რიგში დაგჭირდება ზუთხი, ზუთხს მოვაშოროთ თავი და კუდი, კუდს და თავს ვინახავ რომ მოვხარშო უხა. რაც ეხება თევზს, თევზი დავჭრათ დაახლოებით აი ესეთ ნაჭრებად და დავიწყოთ უკვე ჩაქაფულის მომზადება. კანი, თევზის კანი დავაფინოთ ქვაბის ძირზე, რომ კაი ნახარში გამოვიდეს. ავიღოთ წვანილი, აქ არის პირველ რიგში თავისთავად ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ცოტა პიტნას დავუმატე, ძალიან ცოტა. მწვანე წიწაკას დავჭერი გემოვნებით, ეხლა ეს მწვანე მასა რაც არის, კარგად მოურიოთ და ჩვეულებრივად ავაწყოთ, როგორც ჩაქაფული მზადდება. პირველი ფენა არის თევზის კანი, მერე მწვანილი და თევზის ნაჭრები. აი ესე ფენა უნდა ავაწყოთ. თევზი მწვანილი. ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ მეგობრებო, მაგით ძალიან მეხმარებით. რაც ეხება ზუთხს, ზუთხის შეძენილი მაქვს fish on-ში. კილოგის 35 ლარის საუკეთესო ხარისხის თევზი აქვს. არანაირი ზედმეტი გემო არ აქვს თევზს. ეხლა დავუმატოთ ალუჩაც, ზევიდან კიდევ მოვაყაროთ წვანილი, ფენა მოვაყაროთ მარილიც. ვისაც აქვს გასინჯული აი ესეთი ჩაქაფული, დაწერეთ კომენტარებში, მოგწონთ თუ არა თევზის ჩაქაფული. ეხლა დავუმატოთ ნიორი, ზევიდან ალუჩა, ნახეთ, ვამატებ ეხლა ერჭიქა ღვინოს და ერჭიქა წყალს. დავდგათ გაზზე და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ, სანამ თევზი არ მოიხარშება. გონი საინტერესო რეცეპტია. რის მომზადება შეიძლება კიდევ საინტერესო რეცეპტები განსხვავებული თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში, აუცილებლად მოვამზადებ. ეხლა კი მეგობრებო გავსინჯოთ. აი დაბალანსებული თევზის არომატი აქვს თვითონ წვნიანს და გემრიელია მართლა.